თბილისი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ჩემი ვერბალური აქტივობის ქრონომეტრაჟი არ იქნება გრძელი. მე გახლავართ 2011 წელს დაარსებული ანსამბლი ჰერულას ხელმძღვანელი, 2016 წელს დაარსებული ჰერეთის სახლის ხელმძღვანელი. დღევანდელი ჩემი ძალიან მცირე მოხსენება თავიდანვე დავგეგმე, რომ რამდენიმე მადლობისთვის გამომეყენებინა, რომელთა გადახდა ჩემი ღირსების საკითხი იყო ამ შემთხვევაში. კეთილსინდისიერებისა და ღირსებისა. პირველ რიგში მადლობას ვუხდი საგარეო სამინისტროს, რომელმაც 6 წლიანი პაუზის შემდეგ მომცა ეს შესაძლებლობა, რომ ჰერეთის საკითხზე მესაუბრა. 2019 წელს ჩემი მოხსენების დასრულების შემდეგ საბოლოო შემაჯამებელ დღის დასასრულს ფოიეში ჩვენ შეგხვდა ბატონი გიორგი სვანიძე, ბიზნესმენი, ალბათ იცნობთ თქვენც, რომლის მიმართ პირველ მადლობას დავაფიქსირებ, აი ესე საჯაროდ, რადგან ეს ადამიანი შემიძლია დარწმუნებით თქვა, რომ ჩემი ანსამბლი ჰერულას ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში და ეს 14 წლიანი პერიოდში ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც როგორც კი რაღაც სიტყვა თქვა, მაშინვე შეასრულა. კერძოდ საუბარი იყო, რომ როცა შევხვდით, მან ესეთი რაღაც შემომთავაზა. ერთი პრობლემა მითხარი, რომლის გადაჭრასაც შევეცდებიო. ეგრევე უთხარი, მოკლედ, ქართული კულტურის ცენტრის თაობაზე და აი მსგავსი რეაქცია არ მქონია. ეგრევე ამოიღო ტელეფონი, ვრეკავ ბაქოშიო, თქვა, გადარეკა, დაიწყო რუსულად საუბარი და გავიდა. დაახლოებით 3 წუთი ისაუბრა, საუბრით დაბრუნდა და მეო ეხლა ვესაუბრეო ბაქოში დაასახელა შესაბამისი თანამდებობის პირი და თქვენ ეგ კულტურის სახლი გექნებათო. სამუშაო დღე დასრულებული იყო. ალიას არ დაურეკა. სამუშაო დღე დასრულებული იყო, შემდეგ დღეს იყო აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე 28 და 29-ში ზუსტ პასუხს გეტყვიო და 29-ში შემდეგ შემატყობინა, რომ პროექტი 2020 წელს კულტურის სახლის პროექტი ჩაისმებოდა ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ ასაშენებელი შენობების ნუსხაში. და მართლაც ამისთვის დიდი მადლობა ბატონ გიორგი სვანიძეს, აგრეთვე დიდი მადლობა ჰეიდარ ალიევის ფონდს, რომელმაც მართლაც ააშენა და რაც თავარია ხარისხიანად ააშენა ის და ცხადია მადლობა ეკუთვნის ამის გამო. იქ გარკვეული დეტალები კიდევ სხვა საკითხია, რომელსაც აქ არ შევეხები სიღრმეებში რომ არ წავიდეთ. და კიდევ ერთი მადლობა უნდა დავაფიქსირო თბილისში მცხოვრები ჰერელების მიმართ, რომლებმაც იმავე სოფელში არსებული მეორე ქართული კულტურის სახლი, კაკისთავის კულტურის სახლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო, საკუთარი სახსრებით, შეაგროვეს ეს სახსრები საკუთარი ინიციატივით და გაარემონტეს სოფელს მისცეს აი ეს განახლებული კულტურის სახლი, რომელიც დაკეტვის წინაშე იდგა, დაკეტვის საფრთხის წინაშე იდგა. ამჟამად ორივე კულტურის სახლი მოქმედებს, იქ ბავშვთა ცეკვისა და ქართული ფოლკლორული ინსტრუმენტების შემსწავლელი წრეები ფუნქციონირებს. მადლობა ამ ყველა ჩამოთვლილ ადამიანებს და მადლობა თქვენ, რომ მომისმინეთ. კითხვებს ბოლოში გავცემ პასუხს. მადლობა.